მოვიდი მშვიდობის სახალხო. მე მივდივარ. ეხლა არის 5 საკლია 20 წუთი. ხო და? თეკო მივდივარ სამსახურში. ეს გამოვყვა კი უთხარი გოჩი გამოვყავთ და მე უთხარი დარჩით და აღარ დარჩა. დღეს ჩემი პირველი ოფიციალური დღეა და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ესე ადრე 5 საათზე. დგებით 6-ზე უკვე ღია უნდა მქონდეს. მიძინება უშუალოდ საუძინებდი ყველას ძინავს. ვის რა თუნდა შენიყავა. მე კი გავაღებ რა პრობლემა. სადაც ჩემი უფროსი სახლი არც მახსოვს გუშინსად ველოდებოდი. აი ეს ქალები. ეხა გავხსნით. მოვავინმე, არ მოაიტარდი. ჩავთავ ჯუზონებსა. გავერთოვი. ჯუზონები. ხო. ტრეტებს გავუღვიძიათ წინწკლავს რამე მომეთინები. მუსიკები ჩავთვალ არ მითხარში ხო არ ხო. არ ბარია ეხა ბარში უნდა იმის ქნა. წინწკლავს ხო? შენ თუ რომ უნდა გაფსაზრებდი, მაგრამ დედამ მე არ იცით. გავხსნათ. კაფე. მოიცა თუ ვიცოდე როგორ იღება გამო. არიცი? იქნა საუბრო გასაღები. აგიწიო გინდა? დარჩიში. ხო ჩავკეტე. აღარ ჩაიკეტე და ისე რა ვუჭი. რა მოდიცინები? ასაკეთე. დაიჭირე. Acabarte pegou. Pasito. Agora sudar. Hã? Não. Hã? Გამოაღე დედა. ჩაკეტილია მაღლიდან ერთი ხარე. არი ვერ გავა. ხო დედა ხალხმა რო ფეხი წამოსწოს ხო? ეგარია. ეხა განახებთ როგორ დიდიკო სად არის ხოლმე? ვანახო? აკალი როგორ დედა. ისე გეთე. შეუდგეთ საქმეს, არ ვიცი მე მოვა არ მოვა, მე კი გავაღე, მაგრამ მოვა არ მოვა. ვოტაკ. ეს საფარი. წაშლის სახეები გო. ჩემი დრაივის სამსხური მახსენდება ამაზე საქართველოში რომ მუშაობდიო მართლა.
რით გილოდა აქცია. ჰა? ორი გაგდაჟე და ეს ბეიბი. წაიკარე. ეყოფოდა და აღარ არის. აი ასე მოვლენ არ მოვლენ ჩვენ ხომ მოვედით რაც თავადია გიხარდა და ხო საყვარელია ძალიან რა მიხარია მეძიება ეს ჩართეო გიხარდა ძალიან ხო გადაგაკუდა ადამიანაკუდა უკან მოდი გაგისწავლო ცოტა ლამაზად ჯერ 6 საათი და 9 წუთი უკრია შენბედა ეს ჩემი ძალიან დიდია я ვიცოდი ამიტომ ისაგრეჟი ყავა უფასოდ გაგდე ყავა უფასოდ გაგდაჟე თქო და ის ხო არ არის ყავა ხო არ გათავდა შენით რავი ეს არის ერთი გამომხიზლების პანტში ეს კუბაში რო იყო რაღაცები ჩამოაქვს აქ კიდებს ხოლმე თუ რა ხდება რომ მიდის ხოლმე რაღაც ადგილებში და რომ მოდის მე აქ კიდებს მაგალითად თუ არა წყალი კი არა მაკავის საყარეს როგორ მომღამებს ხალხი დღემდე არ არის არ არის ჩემამდე მესწრაფი ეს ვიღაცის ქვით არის აქ რატოა პირველი რასაც აკეთებს მე მოდიან ასე ვაუ ხავარი ძალიან მაგარია შეხარია კაშენასრულა რა დედა ვაი მე ის გასავს მეცე როგორ იყო ანუ არ მახსოვს ისე თვალები რო გადაგიბრიალებ ვაუ დავიშოკე ეს სამკვდარს რას ხებს ისიც ეძლევა ყავა სამკვდარს გააცხებს აი შაქარი როგორ უნდა იყოს და ჩაიძიროს ვაუ და საჩოგვიძლია ანუ აი ამაში ზოგადად ხალხი სადაც არის რა მაგათ ცოტა და მე ამოდენობის ყავაში სამ შაქარს ვუყურებ ყველაფერი დაგეტილია და ჩვენ არა ყველაც იმის და ჩვენ არა ეს ჩვენ ვარ ჭოტები ქართული ვერ შეიძლება რომ ჩავთო დინამიკა ხო არა ის გამისწორა ოპოლი ხო არ მოხდა არ ვიცი სად რაუდევს თან მოწმდა აი რა არის დილის ყავა შეგვეძლია ვაუ ანუ წინაზე ვკითხე დედას კოქტეილი რო გაკეთებინონ გააკეთებ თქო და ეს უთარ მიხმარა და რას გააკეთებ და კოქტეილი რა ვიზოგადად აი ხა ჯინტონიკს გააკეთებ ამას გაეთებას მე ჯინტონიკს ვამკე აი რა მიშება ვიცი არიცი რა უნდა გოგო არაყი და ის რაღაც სპრაიტებით რაღაც რო აყინული და
რა არა ქალ ტონიკი უნდა. ხო, თუ ტონიკი რაც არის. და მე ლაიმი. ტონიკი არის თვითონ ის შოპსი და ჯინი მიდის, რომელი უყვარს ანტონიოს. არც მახსოვს. შენ დაუბრუნდებით მე. ოის როგორ ხართ ძალიან მომენატრეთ. როგორ გიკითხოთ? მე ძალიან კარგად ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გახარებული ვარ. და მინდა რაღაც თემას შევეხო და რაღაც თემაზე ვისაუბრო. ნუ მოკლედ, გუშინ ამერიკა მამაჩემა. ნუ დე ჩემი წინა ვიდეოს თუ ნახეთ და თუ უყურებთ, ზოგადად მიხვდებით რაზეც მოგსაუბარე. გუშინ დარეკა მამაჩემა. რა თეკლავი დედა შენმა რა ვიდეო ჩაწერაო და ნუ მეთქი რა ვიდეო ჩაწერა თქვა რომ საქმის ყურში ვიყავი რომ ხონდა ჩაწერილი ვიდეო მაგრამ კონკრეტულად არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი მაგ ვიდეოში და შემდეგ რო გავიგე რაზეც იყო საუბარი და ყველაფერი სიმართლე რო ულაპარაკია დედა ჩემს მაგაზე ჰქონდა პრეტენზია თუ რატო ლაპარაკობთ ჩემზე საერთოდ შემეშვითო და კარგად იყავითო და გათიშა ტელეფონი ხო და აი ამ ვიდეოს მე ძალიან კარგად ვიქნები მამა ვიცი რომ მიყურებ გაკოცე ძალიან მიყვარხარ ობოლთ მოდი ყველაფერს სიმართლე ვილაპარაკოთ და ყველაფერს ავხადოთ ფარდა თუ რა ხდება როგორ და რანაირად მოკლედ მოდით სუთავიდან დავიწყოთ მამა ჩემი რო ჩამოვიდა ვიყავი ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ ჩემზე მეტად მამა ჩემი შემოსლა არავის არ უხარო და არავის არ უნდოდა და ასე შემდეგ აღარ მართლა გულწრფელად ველოდებოდი და ოქროს კოშკებს ვაგებდი მართლა რომ აი მამა ჩემთან გადავალ საცხოვრებლად ბედნიერი ვიქნები კარგად ვიქნები ბავშვთან აღარ მექნება იმდენი საქმე გასაკეთებელი რაც აქამდე მქონდა იმ ხელავალდებულებები აღარ მექნება რაც მქონდა მაგრამ მამა ჩემი რო ჩამოვიდა სულ სხვა რეალობა დამხვდა ოღონდ მართლა აი რა შეუკვეთ და რა ჩამოვიდა ხო იცით იმენა ეგრე იყო რა ჩამოვიდა დაახლოებით 2 დღე ძალიან კარგად ვიყავით მართლა მაგრამ შემდეგ უკვე ალბათ მოუბეზრდით თუ დავღალეთ თუ არ ვიცი როგორ რანაირად მაგრამ შემდეგ უარესი ვალდებულება დაგვეკისრა იმ დღიდან რაც უკვე ცალკე გადავედით მე მამა ჩემი და ჩემი პატარა ძმა გადავედით ცალკე მაშინ გადავედით თვალწები გლდანში კი გლდანში გადავედით და სახლი რატო არ არის თეკლა დალაგებული რა მოდიორი სახის საჭმელი რატო არ მხვდება გაკეთებული ჩემის არეცხი რატომ არ არის გარეცხილი თეკლა ბავშვი რატო არ აბანავე თეკლა ბავშვი რატო არ ჩავცი თეკლა გარეთ არ გაგიშვებ გარეთ არ გახვალ იმიტომ რომ შენ ბავშვი ყავს თეკლა ანუ ეხლა ნახეთ მე რომ მეგონა რომ იმ ხელავალდებულება აღარ მექნებოდა ბავშვზე უარესი ვალდებულება დამეკისრა მამა ჩემის მხრიდან რომ საჭმელი უნდა მეკეთებინა სახლი უნდა მელაგებინა სარეცხი უნდა გამერეცხა ბავშვი უნდა მებანავებინა ჩამეცვა გამესეიგნებინა და ასე შემდეგ 24 საათი ვიყავი სახლში გამოკეტილი და შემდეგ გადავედით მაგ სახლიდან მალევე და ოღონდ სად გადავედით ვაიმე სად გადავედით აღარ მახსოვს ნუ მოკლედ მალევე წამოვედი იტალიაში იმიტომ რომ უკვე მართლა გაუსაძლისი იყო იმ პირობებში ცხოვრება რა პირობებშიც მიწევდა ცხოვრება ჩამოვედი აქაც ძალიან კარგად ვიყავი მაგრამ ძალიან მინატრებოდნენ ოღონდ მართლა თან ბავშვი მეწოდებოდა იმიტომ რომ ვერ იყო ისეთ პირობებში როგორშიც მაგალითად მე მყავდა როცა იქ ვიყავი და ისევ ჩავედი საქართველოში საქართველოში რომ ჩავედი დამხვდა ოღონდ იცით როგორც ცივად დამხვდა აი რო ვერ წარმოიდგენთ გადამკოსრა ვა როგორ ხარ რავი კარგად მამა შე როგორ ხარ რავი კარგად შეჯექი მაგარი წავედით სახში ანუ კარგად ვართ და მალევე იყო ახალი წელი კაკრას იმ დროს ჩავედი რომ მეორე თუ მესამე დღეს ახალი წელი იყო და თან იმაზე ვნერულობდი გზაში რომ მეთქი ოღონდ ჩავუსწრო ახალ წელს და ჩავედით მცხეთაში პირდაპირ მახსოვს თუ არა მცხეთაში არ შევსულვართ პროსპექტზე წავედით პროსპექტის სახლში ვიცხოვრეთ ცოტა ხანი და რომ მივედით სახლი დამხვდა ხალხო აი ვაიმე რა დღეში ძალიან საშინაო მდგომარეობაში იყო ოღონდ მართლა და
მე მიწოდა მაგ სახლის ალაგება და დავალაგე. თან ერთ წელით ვურეკო რომ მეთქი და აღარ მინდა საქართველოში იმის მიხედავთ რომ 3 საათი შემოსული ვიყავი საქართველოში მეთქი უკან წამიყვანე და აღარ მინდა. მერე ხოდა ცოტა ხანი სახში ვიყავი ისევ გამოკეტილი არ გავდიოდი არსად. მერე გავერიე საშინელ სამეგობრო წრეში. აი საშინელ მეგობრებო, საშინელ და ძალიან მეგონა რომ აი ძალიან ერთკებთან ვიყავი და საერთოდ შეგვიძლია ხვდებით რა. და ძალიან სუქსაზე დამაყენეს მაგ ბავშვებმა. ძალიან რაღაცებს ვაკეთებდით, ძალიან. სახლიდან გავრბოდი, იმიტომ რომ აღარ მინდოდა რომ სახლი მელაგებინა. აღარ მინდოდა რომ საჭმელი მეკეთებინა ბავშვისთვის მომევლო, იმიტომ რომ უკვე მართლა გაუსაცილესი იყო რა. და არასოდეს არ აინტერესებდა მამაჩემს მე სად ვიყავი, როგორ ვიყავი, ჭამდი, ვსვავდი სადმე ძინაფული, მქონდა ტელეფონი, დამჯდარი მქონდა დატენი, აი არაფერი არ აინტერესებდა. ყოველ დღეში ერთხელ მომიკითხა და თეკლა კარგად ხარ, გაი. ან თეკლა მოდი ბავშვი დაიდოვე. всё, баста. აი მანდ მორჩა ყველაფერი. და ერთ დღეს დავჭი ჩემ დაქალთან, ყოფილ დაქალთან, ძალიან საშინელი ადამიანია, აქედან მოკითხვა. და დავრჩი მაგ ადამიანთან. და შემდეგ უკვე ღამეგვიან გავედით თავისუფლების მოედანზე. ნუ უკვე იცით რა პერიოდი იყო, აი აქციები და რაღაც რა. მაგრამ აქციაზე არასოდეს არ ყოფილა, სულ ორბელიანზე ვიყავი მე, რატის ბარის და ლივას მოპირდაპირე მხარეს. ან ფუსფუსი ბარი თუ იცით, მაგის მოპირდაპირე მხარეს. ნუ მან ვიყავით ხოლმე ძირითადად და მაგ დღეს ვიყავი გალერეაში. და ვურეკავ მამას, ანუ მთელი დღის უჭმელი ვიყავი. ფული არ მქონდა. ტელეფონი მიჯდებოდა. ინტერნეტი არ მქონდა, წასასვლელი არ მქონდა, მაღალი სიცხე მქონდა, მახველებ და საშინელი ფილტვების ანთება მქონდა თან. და ვურეკავ მამა ჩემს, რომ მამა თავისუფლების მოედანზე ვარ, ძალიან მშია უკვე ცუდად ვარ, გეხვეწები გამომაკითხე და წამიყვანე სახლში, თქვა და მე შენი ტაქსი ხო არ გგონი ვარ, რომ სადაც გინდა იქ მოვიდეო და წამოგიყვანოვო რა და გამიჩნდა ტელეფონი. ნუ მეთქი ოკეი, ნუ ერთი ხამის გარეთ გათენებას რა უნდა, ნუ არც არაფერი, ხო? ვურეკავ დედას, რომ მეთქი დედა ესეთი და ესეთი რაღაც მოხდა, მე სახლში არ მივალ, გამორიცხულია. და მეთქი რა ვიცი, რაც გინდა ის უთხარი, უბრალოდ გიორგის უთხარი თქო, რომ მაგას ჩემი სახით შვილი აღარ ჰყავს თქო. იმიტომ რომ მამამ რა ნამუსით უნდა ჭამოს ჯერ საჭმელი, როცა იცი რომ თავის შვილი სიცხიანი, უჭმელი, ანუ არაფერი არ მქონდა და ვიყავი თავისუფლების მოედანზე გაჭედილი. სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით ვიყავი გაჭედილი. რა ნამუსით უნდა ეჭამა და რა ნამუსით უნდა დაეყლაპა საჭმელი, ნუ ეგ ცალკე თემაა. თან ეგის პერიოდი იყო უკვე პროსპექტის სახლი გაყიდულია და გლდანში დიღომში ვიყიდეთ შემდეგ სახლი. და ნუ მანდ იყო. ნუ ფიზიკურად ვერ გავიდოდი, იმიტომ რომ თან ის პერიოდი იყო, რომ ავტობუსები უკვე ჩერდებოდნენ, ანუ მოძრაობა აღარ იყო რა. ესეთი დრო იყო, რომ ანუ ხო ხვდებით, ვაიმე არ ვიცი მაგ სიტყვას რა ქვია. ძალიან ბევრი ქართული სიტყვა მოვიწყება სხვათა შორის. და უკვე ესეთი დრო იყო, რომ აღარ დადიოდნენ ავტობუსებიც უკვე თითქმის მეტროც იკეტება და ნუ რა გავაკეთო. ვურეკავ დედას, რომ მეთქი დედა ესეთი ამბავია თქო, ესე და ესე უთხარი თქო გიორგის, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს თქო, გავათენებ ერთი ხამე გარეთ თქო, ნუ ტრაგედია არ იქნებოდა ჩემთვის ერთი ხამის გარეთ გათენება. და მირეკავს დედა ჩემის დაქალი, მარი, ძალიან მიყვარს მოკითხვა აქედან, მარი, გაკოცე ჩემი გადამრჩენელი ხარ. და თეკლავე ხალ შენო გადიდი დუბეშიო. ჩაჯექიო ქუთაისის მარშრუტკაშიო და ჩამოდიო, მე გადავიხდიო. ინტერნეტი ჩამერიცხა და წავედი. წავედი დიდუბეში. ჩავედი, მივედი ჩავჯექი მარშრუტკაში, მე არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ ზოგადად, აი, არც ერთი ინტერნეტი არ ეჭერდა, ვაფშე, არც ბილაინი, არც მაგთის, საერთოდ არაფერი.
ნუ გზაში ესე ვიყავი, თან გრძნობდი რომ მაღალი სიცხე მქონდა, თან მახველებდა საშინლად. და ჩავედი, ვჭამე, ვილაპარაკეთ. მეორე დღეს ფრჩხილებს აკეთებს ეგ გოგო და ფრჩხილები რომ უნდა გამეკეთებინა, მაშინ მივხვდი რომ უკვე სიცხე მქონდა, იმიტომ რომ ძალიან სუსტად ვიყავი, უკვე პიკზე ვიყავი და რა გავიზამე 29 და 5 და მეთქი ვაიმე. ხო და ნუ ესე კარგად ვიყავი. მე მალევე ჩამოვედი. მამა ჩემთან არ ჩამოსულა, დეიდა ჩემთან ჩამოვედი პირდაპირ. და დეიდა ჩემთან ვიყავი იმ დრომდე, სანამ იტალიაში არ წამოვედი. და ზოგადად თავიდან იტალიაში ჩამოსვლა არ მინდოდა მე. ანუ სასიკვდილოზე ვიყავი, რომ ანუ მეთქი არ მინდა, იმიტომ რომ მე მიყვარდა ერთი ბიჭი. და მაგის გამო არ მინდოდა წამოსვლა, იმიტომ რომ ვეღარ ვნახავდი. ნუ არანაირი ურთიერთობა არ მქონდა მაგ ბიჭთან რეალურად. მაგრამ ნუ მაინც უბრალოდ არ მინდოდა და მამამაც უკვე რომ გადაწყვიტა რომ ბავშვი უნდა გამოუშვას იტალიაში, ნუ ძალიან ბედნიერები ვიყავით მართლა. და ვეუბნო ესეთ რამეს, რომ მე არ მინდა თქო წასვლა, თქო მე არ მივდივარ, თქო, ნუ წაიყვანს თქო რა, დაიდა თქო ბავშვს, თქო ჩაიყვანს თქო და არაო. შენ თუ აქ დარჩებიო, მაშინ ბავშვიც აქ დარჩებაო რა. ანუ მეთქი რატო? შენ თუ აქ დარჩებიო და მომეხმარებიო, ბავშვი რატო გაუშვაო? და ნუ ვუყურებ რა და მიყურებს და მეთქი შენ ხო კარგად ხარ? და ნუ კაი თქო, მაშინ მე მივდივარ თქო რა, თუ ბავშვისთვის ესეა უკეთესი, რომ დედასთან იმის გამო არ უშვებ, რომ მე არ მივდივარ. ანუ მეთქი კაი, მე მივდივარ, ვსო. გადაწყდა მივდიოდი. შემდეგ მეგობრებო ვიყავი ძალიან ცუდად, აი ძალიან ცუდად რასაც ქვია, იმიტომ რომ და მიჩირკდა ყელი გლანდები, იმიტომ რომ გლანდები მაქვს ამოსაჭრელი და ოდნავად თუ შემცივ და მორჩა. მე მანდ უკვე ცუდად ვარ, იმიტომ რომ ეგრევე პრობლემა მიმართება გლანდებზე და მერე გლანდებიდან მერე სიცხე და ასე შემდეგ და უკვე იცით როგორც ვარ, აი ფრენის დღეა რა. და ნერწყვსაც ვერ ვყლაპავდი თუ ვინმე ჭამთ ბოდიში. ნერწყვსაც ვერ ვყლაპავდი, საჭმელსაც ვერ ვჭამდი და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი საერთოდ რა. და ნუ მეთქი, კაი თქო დავურეკე გიორგის, რომ მეთქი მამა თქო, ჩამოდი თქო წამალი ჩამომიტანე თქო რა. ანუ განა არ გქონდა წამალი, მაგრამ გზაში მჭირდებოდა ნიმესილი, იმიტომ რომ ნიმესილის გარდა მე არც ერთი წამალი არ მიყუჩებდა ამ ყელს. ეგეს თუ მიყუჩებდა დაახლოებით 15 წუთით, ნუ მეტი არა. ნუ ბოლოს ნიმესილის აღარ მიყუჩებდა მართალია, მაგრამ მაინც. და ჩამოვიდა ერთი ცალი ნიმესილის ჩამომიტანა და წაფიდა. ნუ მეთქი, ოკეი, კაი. მე იყიდა დედამ წამლები, ძალიან ბევრი წამლები მიყიდა. სამ წამოვიდოდი, ძალიან ბევრი წამალი დავლიე, ბებომაც ძალიან ემოციურად გამოგვაცილა, ძალიან მიყვარხარ ბებო და თუ ამ ვიდეოს ყურებ, მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან მენატრები და აი ყველაზე მეტად იმენა და წამოვედით. ნუ აქიდან დედას ერთხელ ძალიან მოუშალე ნერვები და ტელეფონი დამემტვრია და ვურეკავ მამას, რომ მეთქი მამა თქო. ნახევარი ფული დადე შენ, ნახევარი ფულს გამოვართმე დედას და ვიყიდი ახალ ტელეფონს. არაო. ანუ მეთქი რატო არა? ნიშა მე არ ვმუშაობ ხო და რა ქვია, სხვებს ვეხმარები სამსახურშიო. ანუ მეთქი რა? მეთქი კაი. და მეთქი it's okay to make mistake. თეკლა მეთქი relax. და ნუ მეთქი okay თქო, კაი თქო, შენი არაფერი არ მჭირდება თქო, მე არ მჭირდება თქო ისეთი მამა თქო, რომელიც მე არც ყურადღებას არ მომაქცევს თქო. არც არანაირად არ მიზრუნველყოფს თქო, იმიტომ რომ მე 18 წლის გავხდები თქო, შენ და დედა ხართ ვალდებულები თქო, რომ ფინანსურადაც და ყველანაირად მიზრუნველყოთ თქო. ნუ ეს უბრალოდ სიტყვები. დედა ჩემი ასრულებს მაგ პირობას, მაგრამ მამა რავი. ხო და ნუ ერთ რაღაც ძალიან ბევრ რამეს კიდე არ ჩავეზიები და არ გეტყვით. ნუ ერთ რამეს გეტყვით რა. რომ არ გჭირდებათ ბუტაფორე მამები. როგორიც მე მყავს, ძალიან მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენი ცუდი რაღაც აქვს გაკეთებული, რომ იმ კარგ განაკეთებს ფარავს. თან სრულიად ფარავს და ეგ არის ძალიან ცუდი. მე არ ვიმსახურებდი მამა ჩემისგან ისეთ მოქცევებს, როგორც მექცეოდა. ნუ რას ვიზავთ. ამიტომ მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი მამა. შენ
ამაგი არ გაქვს ჩემთვის გაკეთებული, რაც მე და მამა ხსოვდებოდა. არასოდეს. ეხლა ტელეფონიც მაქვს. ერთი შავლის ყიდვა რომ მინდოდა, მაგას მახვეწინებდა ხოლმე მეგობრებო, მეღადავებით. ტელეფონიც მაქვს, საჭმელიც მაქვს, სასმელიც მაქვს, ტანსაცმელიც მაქვს. ყველაფერი მაქვს. მაგრამ შენ იყავი მდიდარი ჩვენი სახით, რომ შვილები გყავდა. ნუ შეიძლება ფული გაქვს, არ გაქვს, ნუ ეგ არ მაინტერესებს, მაგრამ ანუ საბანკო აგარჯის მამა იმხელა თანხები გედო ხოლმე, ელემენტურ ათლარს ვქთხოვდი ხოლმე, ისე წუწუნს იწყებდი ხოლმე, შოქში ვიყავი, ოღონდ მართლა და შენ აღარ ხარ მდიდარი ჩვენი სახით. შენ გაღარებდი, იმიტომ რომ აღარ გყავს შვილები. იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება შენაერი მამა. ნუ მე კიდე ვაცნობიერებ რა როგორანაირად. ოთუნა რომ წამოიზრდება და ამ ყველაფერს რომ მოვუყვებით და გაიგებს. აი მე უკვე არ ვიცი რა მოხდება. თუ მოუდება შენთან წამოსვლა, მაგ ყველაფერს მე წამოვა. თუ არა და იქნება ისევ აქ. ნუ არ არის პრობლემა. საქართველოს შოდეს მე თუ ჩამოვალ, რა ვიცი, ხელს დაგიქნევ შორიდან ალბათ. და არ ვიცი, ჩემი აზრით მართლა ძალიან სერცხველია მამისთვის და ზოგადად კაცისთვის, რომ შენს შვილს სხვა კაცი უფრო მეტს უკეთებს ვიდრე შენ. ნუ ავიღოთ ანტონიო მაგალითად. ანტონიო გვაჭმევს, ანტონიო გვასმევს, ყველაფერს ანტონიო გვიკეთებს, მართლა ტელეფონიც კი მადამიყიდა და ნუ ამიტომ მინდა გითხრა, რომ როცა გააცნობიერებ, რომ ძალიან დიდი დანაკარგია შენ ცხოვრებაში, ის რა შვილები აღარ არის შენთან ახლოს, აღარ აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორიც უნდა გქონდეთ ზოგადად შვილებს მამების მიმართ, მე რა უკვე გვიანი იქნება. ნუ, რა ვიცი, ჩემს უნდა შეგცხოს შენი სექსელის. და გამშვიდობებით, მეყვარხეთ, გაკვეცეთ. ჩაო, ჩაო.